ესეც ასე აუხმაურდით. უმარს დიდი მადლობა ბატონო რომ დღეს ხართ ჩვენ სამზარეულოში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ორი სიტყვით თან მოვუყვეთ რას მოვამზადებთ აქ გვაქვს ლობიო ბათუმელა რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა უკვე წინასწარ მოვხარშეთ და ეს არის აუცილებელი ინგრედიენტი ამ რეცეპტისთვის ხო? აუცილებელი, იმიტომ რომ მხოლოდ ბათუმელათი გამოდის აი ეს ვარიანტი ლობიოსი ძალიან გემრიელი და მე სპეციალურად შევარჩიე მარტივი რეცეპტი, იმიტომ რომ მოსახლეობისთვის გასაგები იყოს და შემეძლო ძალიან რთული რეცეპტებით მოსულიყავი ევროპული, ამერიკული, მაგრამ მოვედი აი მარტივი ბათუმელათი და ეს არის მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი და თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ლობიოთ კი არ შეიძლება ამის გამოყენება. როგორც ლობიოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია მე მოუჭყლიტოთ და ჩაისთან პაშტეტად გამოვიყენოთ, გამოფუქრუზე. ოი, რა კარგია. თავის ტკბილი რაღაცეებით, აი თქვენ რო იცით ხოლმე რაღაცეების დამატებად. ეს ბიტნა და ლიმონი ლობიოს შეიძლება მე გამოვიყენოთ. ბიტნა და ლიმონი და მეთქი. არა, ეს არის მე გრადაციებზე ვისაუბრებთ მე, მაგრამ ეს მარტივად. სულ გვაქვს რამდენიმე ინგრედიენტი, რომ ჩამოვთვალოთ შეიძლება ციცაკა, ტომატი, ხახვი და ლობიო და ზეთი. კი ბატონო. და ეს არის ბათუმელათი კეთდება განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის, ძალიან გემრიელი და ბავშვების ძალიან ჯანსაღი არის. მე ხა დასავლეთელი კაცი ვარ და ამოლესილი ლობიოც ძალიან კარგად ვიცი და მესმის, მაგრამ ამ ვარიანტს უპირატესობას ვანიჭებ, იმიტომ რომ რაღაცნაირი მარტივია და გემრიელია და გენიალურობა სიმარტივეში არ არის. და მე თქვა და მე გზად გავჩუმდი, შევიკავე თავი, იმიტომ რომ რაღაც ისე დაახასიათე რომ მივხვდი რომ მარტივი კი არა, უფრო მრავალფეროვნებას დავარქმევდი. როგორ რაღაცა იცი? ჟოლოც ლობიოსთვის. აი რაღაც ვერ დავიბელი. რო დაგაფიქრებს ისეთია და შეიძლება ცოდვებიც კი მოინანიო, ისეთი გემრიელი ლობიოა. მე განსაკუთრებულად მიყვარს ლობიო, აი არ ვიცი, ლობიო შემიძლია დღეში რამდენჯერმე მთელი დღის განმავლობაში მივირთვა და თან არის ცილის არაჩვეულებრივი წყარო და მით უმეტეს ესეთი მარტივი ვერსია არის ძალიან მოსახერხებელი და ჩვენ გვიყვარს სიმარტივე სამზარეულოში. გამახსენდა ხა ქუთაისში გამოვიარე და მოჭყლეტილი ლობიო, აი მინდვრის გემო რო დაყვება ესეთი არაჩვეულებრივი მწვანილებით გიახელით, ნუ ქუთაისი განსაკუთრებულია ამ ხრივ და კი ბატონო მოვიკითხო ძალიან დიდი სიყვარული ვუერთდებით აქედან. საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად აკეთებენ, მაგრამ გურიაში განსაკუთრებით დიდ პატივს სცემენ ლობიოს და სხვანაირად აკეთებენ. გურიაში არ ვარ ნამყოფი და არ დამიგონი გემოვნებია სამწუხაროდ, დიახ. ჩავშალო გადაცემა თუ რა. ეს გამოსასწორებელია. ნუ აი ეს ხა აი სტუმრად არ გავლით, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ გავლით ეს არის თვლება. გარბენით. სოფლიოს პოლიგონი სასწრაფოდ დავპატიჟოთ ლიკუნას ადმე რა. სამშობლოში არ ხართ ნამყოფი ესეთი. კეცის მჭადი, კეცის ხაჭაპური, გურლების საოცარი კერძები არის კიდე. ხო, აი ესე შინაურულად არ ვარ ნამყოფი, თორე ხო ასე როგორ არა ვარ, რა თქმა უნდა, ნამყოფი ვარ და ესეთი კერძი მინდა ცოდვების მონანიება კარგად ჟღერდა, მაგრამ აი რო აგამღერებს და ეგეთი რეცეპტი არის. აი რო აგამღერებს ისეც ლიკუნა მოამზადებს დღეს. იმზადებს გვეტყვის ახლა. მეც მარტივ რამეს ვამზადებ, ეს იქნება ტირამისუ, ოღონდ იქნება ჟოლოსი და ამისთვის ჯერ პირველ რიგში ჟოლოს ცოტა ვანილთან და შაქრის ფხვნილთან ერთად ოდნავ და ესე თხელის ბლენდერით გავაერთიანებთ და შემდეგ უკვე თვითონ აი ამ სავოიარდის ურთხოვილებს ამაში ამოვავლებთ და მოვამზადებთ ასევე კრემს, რომელიც იქნება 500 სადღაც 600 გრამი ნაღები დაგჭირდება, დაახლოებით 200 გრამი შაქრის ფხვნილი, ამას რომ ამოვიყვანთ, უკვე დავამატებთ მასკარპონეს და გავაერთიანებთ და მე უკვე ფენა დავიწყებთ აწყობას. ტირამისუზე გამახსენდა ხოჩას თამაშზე ვიყავით ნეაპოლში და მიგვასწავლეს ადგილი, სადაც ყველაზე მაგარი ტირამისუ კეთდებოდა და ეს ტირამისუ რომ მოიტანეს, რომ გავსინჯე. მეგონა რომ არ ვჭამდი. ვერ მივხვდი რა. უბრალოდ გემოვნების რეცეპტორებმა უპასუხეს ამ გამოწვევას და კონსისტენცია ვერ გავიგე საერთოდ რა. მაგარია. საოცარი
კი ბატონო, ნამდვილად. ლიკურა შენ ისეთი გააკეთე რომ გავიგო რომ ჭამდა. მარტო twin-მა არა, ის ვერ გაგება ჯობია. რეცეპტორზე რა გაიგებ, იმიტომ რომ მაცივარში დაყოვნების დრო არ გვექნება და შესაბამისად აუცილებლად გაიგებ. უნდა გავიგო აუცილებლად. ლადეგეთი არ მინდა აქედან წავიდე და უჯველი ვიყო. საოცარი რამეა კულინარია, სხვათა შორის ამერიკაში წამიყვანეს რესტორანში სუპის გასასინჯად და არ ვგიჟდები ამ სუპზე რა და სუპს ერქვა მალაიზიური რესტორანი იყო სუპს ერქვა შანელი რა. შანელი? ხო და რატო ქვია ამ სუპს შანელი და ბიჭო გასინჯეო მეუბნება და გავსინჯე ეს სუპი და ხო და აი როგორ არის როგორ რაღაცა იცი ახლა დუხი რო გასინჯო ესა სუნამო რო გასინჯო ხო საშინელება ესე კი რასაც ყნოსვის რეცეპტორები აღიქვამს ზუსტად ისეთივე იყო გემოვნების რეცეპტორი ანუ მეგონა რომ სუნამოს არომატი იყო სუნამოსი საოცარი ერთი ხუთი თებში გავსინჯე ისეთი მაგარი იყო რა ისეთ გემოზე ხო და მაგას გეუბნები ისეთ გემოზე იყო დასმული რომ მეგონა რომ ამ სუნამოს აი რასაც ხო აი რომელშიც პირისთვის ასიამოვნოა ზუსტად ესე გემოები კი და სხვათა შორის რამდენ ქვეყანაშიც მივდივარ ხოლმე ყოველთვის ვკითხულობ ადგილობრივები სად დადიან ადგილობრივები სადა ტურისტულ ადგილებში არ დადიან ადგილობრივები ეხლა რომ კერძი ესეთი გემრიელი არ არის ბევრს ხო ვლაპარაკობ აი იტალიაში არის ქალაქი გრადო გერმანიის საზღვართან არის გერმანელები ისვენებენ ხოლმე და მან არის პიცერია კუნძულზე ცხოვრობს ერთი კაცი პეტერე კუნძული აქვს ყავს ნავი იჭერს თევზს რა თევზიც მოყვება იმისგან აკეთებს პატარა უმელი აქვს და პიცას სახლში და ეს პიცა არის ყველაზე ძვირი და საოცარი პიცა რა და ვაი რა საინტერესოა მე მეჭვი მაქვს ბევრი საინტერესო ამბავს მოვისმენთ დღეს ჩვენი კომუნიკაციის გურმანობის კუთხით შემიძლია რაღაც ისე ახლა სეზონია ზუსტად და გითხარი რა აჭარული თუ პიცა როგორი აჭარული თუ პიცა არა ყველას თავისი ადგილი აქვს რა თქმა უნდა ხო მაგრამ პიცა მე ნეაპოლში რო გავსინჯე აი როგორ რაღაცა იცი აი იმერეთში რო ხაჭაპურს გასინჯა ხო იცი აი ესეთი არის რა რომშიც კარგია ფლორენციაშიც გადასარევი მაგრამ ბევრი ტურისტისგან გამიგია საყვედურები აი ზუსტად პიცასთან მიმართებაში განსაკუთრებით. ხო, იმიტომ რომ დაждდებიან ხოლმე და ტურისტულ ადგილებზე მიირთმევენ და არ არის იქ ნამდვილი. რომ ტურისტულ ადგილებს არ უნდა მიუმართოთ ხოლმე. არა, ავარდით მთელ ევროპას. ლოკაციები, სადაც ძალიან გემრიელად შეჭამს. ხო, ოღონდ მე კეთება მაინდა-მაინც აი ეს მინდა და მეკითხა, არ გიყვართ კეთება. ჯერ დავიწყე კეთება და გამომაგდო მეუღლემ სამზარეულოს, იმიტომ რომ ხან ქვაბი მივაგდე, ხან წოჭკე მამაკაცები როგორები არიან. ოღონდ შეფასება ვიცი ძალიან კარგი. რეცეპტორები გვაქვს ჩვენ მომღერლებს. ესე იგი ჩვენ განსაკუთრებულ პატივში ვართ დღეს. თან ამზადებ და შეფასება მე ჩვენზეა. ეს აქ რო დავყარო ხო კი შეიძლება და ჩვენ რეკლამების დროს და რა შეშინებული ვარ. აქ რო დავყარო იტალიურ სამზარეულოში და შეიძლება იქიდან რომ უყურებდეს იქიდან მეჭყობ. შორს არ არის აგერ ზიპლაინით მე მაგალითად ძალიან ბევრი ქვეყნის სამზარეულო, მაგრამ საბერძნეთი ჩემთვის განსაკუთრებით. აი რა გიყვარს ყველაზე მეტად. ჯაჯიგზე აწყობილი რაღაცეები, ზღვის პროდუქტები არის საოცარი. საოცარი ხაბაბივით რაღაც ხორცს მოსხმული ჯაჯიგი. საოცარია საბერძნეთი, ზღვის პროდუქტებს რაც შეეხება ირლანდიაში არის. ისეთი ცივი ზღვის პროდუქტი, ცივი ოკეანის. აბსოლუტურად ეს კალოფსები და ისინი რო არის, აი სულ სხვა გემო აქვს იმას და ვიზუალზეც აბსოლუტურად სხვა არის. კი, აბსოლუტურად სხვა არის და ძალიან მიყვარს და მაინტერესებს პროდუქტებს, როგორც მივხვდი, ზღვის პროდუქტებს. აბა, ბათუმელი კაცი ზღვის პროდუქტებს. თავის პროდუქტებს მიყვარს და ყველაფერთან ერთად ლიკა, შენ რას რა ხდება შენს გოფში და გვანახება? კი ბატონო, ამასობაში ჩვენ ნაწილი ჟოლოსი, ნაწილი დავტოვეთ, რომ ზემოდან ეს მე გავაფორმოთ, ჟოლოს ნაწილს დავამატეთ ცოტა შაქრის ფხვნილი, ცოტა ვანილი და ლიმონის ცედრა და ეს ყველაფერი წესით ესე ბლენდერით, ხელის ბლენდერით უნდა გავაერთიანო, მაგრამ მე მაგალითად უკვე რომ მივიღე პრობლემა არ მექნება. მაგასაც დიდი შეფასებებით. ხო, უკვე კარგია. და მივიღეთ ესეთი მარტივად მომზადებული ჯემი, რომელშიც შემდეგ ჩავალბობთ სავოიარდის ორცხობილებს და მოვათავსებთ ჩვენს ფორმაში.
და მე უკვე გადავალ ნაღების ათქვეფაზე შაქრის ფხვნილთან ერთად. აქვე მაქვს ტაფა, რომელსაც უკვე ვახურებ თქვენთვის. მოვასხა ცოტა ზეითუნის ზეთი, ხო? კი, ცოტა ზეითუნის ახლა ზეთი. ვახურებ თქვენთვის რაღაცა რომელი ზეითუნის ზეთი არის? შეწვა ხო შეიძლება? ნუ ცოტა ის ხო უნდა მოვშუშოთ ხახვე. არა, მაგას არა, ზურას ვეუბნები. ჩვენ გვაქვს ზეითუნის ზეთი, ეს არის იტალიური ბრენდი Farchione. შეწვა ხო შეიძლება მაგას? Farchione. ამ კალამი მოვიწვია. კი, ეს არის ესეთი საკმაოდ მრავალწლიანი ისტორიის მქონე იტალიური ბრენდი და აქვს ცივი და ცხელი დაწურვის ორივე სახეობის ზეთი, რომელიც იდეალურია როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძებისთვის გამოსაყენებლად და ეხლა ტაფაზე რომ გახურდება, უნდა მოვშუშოთ ხახვი, ხო? კი, ხახვი მოვშუშოთ. და ცოტა ზეთი რომ მოვუმატოთ. კი ბატონო. მე არ მიყვარს ბევრი ზეთი, მაგრამ ამ კერძს ხო, თან ალბათ ლობიოც კარგად შეისრულყავს, კი, არა? ზეთის ბევრი უნდა და ხახვის ბევრი. უი, ანუ ბევრი ხახვი, ბევრი ზეთი და ეს ხახვი უნდა გაოქროსფერ და ეს კი, ცოტა წაიღოს უნდა ოქროსფერისკენ რა. დიახ. მე ტომატს დავამატებთ. და ტომატთან ერთად რომ მოიშუშება ხახვის, შემდეგ ვამატებთ ამ ლობიოს, ვამატებთ და ცოტა ჩავხრაკავთ და მე ოდნავ წყალს მივცემთ წვენის. აჰა. კი ბატონო. და ლობიოს რომ ხარშავთ წყალს უცვლით ნახარს. რა თქმა უნდა, სამჯერ. კი ბატონო. ყველაზე ცოტა სამჯერ. ლობიო უნდა იყოს კარგი მოხარშული. დიახ. ანუ აი ასე უნდა იშლებოდა ეს. კი. შეგვიძლია ცოტა ჩავჭყლიტოთ კიდეც, როცა მომზადდება რა. მე მიყვარს ამ კერძის არ დამავიწყდეს თქვენც არ დავიწყოთ ამ კერძის მე გაგრძელებები დინამიკაში გრძელდება ეს მეორე დღეს თქვა თუ არ გინდა მიირთვა პაშტეტად გადავაკეთებთ პაშტეტად და ისეთი გემრიელია გახუხულ ყურზე წასმული და აი ამის მურაბა ცოტა სიმჟავე რა ის გემოების რაღაცა სინთეზები. ლაშა იცი რა მაინტერესებს? ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. შედარებას არ მოგთხოვ ახლა სამზარეულოს და გემოებს, იმიტომ რომ ყველას თავის დამახასიათებელი გემო გააჩნია. აი ესეთი მიახლოებული ქართულ სუფრასთან და სამზარეულოსთან ყველაზე მეტად აი სად გაგიჩნდა ეს მომენტი რომ აი დაახლოებით ხო რაღაც ჩვენს სტილში ბიჭო არ გამჩენია. არა ხო? არ გამჩენია არსად. ნუ თუ არ ჩავთვლით მე არ ვარ ნამყოფი ინდოეთში. ხო არა ინდოეთში არა რატო მე რაღაც ინდური კერძები გასინჯული მაქვს და არა იქ იმდენად კვეთრი და მძაფრი სუნელებია ჩვენც არ ვაკლებთ სუნელებს მაგრამ იქ ნუ არა სამზარეულო ძალიან რას ლაპარაკობ ჩაქაფულისნაირი აი კახური მწვადისნაირი აი ხო მილიონი მწვადია ეხა ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩვენს გარშემოც ისეთი მაგარი ქვეყნებია მწვადის ტრადიციებით აგერ დავიწყოთ აზერბაიჯანი თურქეთი სომხეთი ხო ძალიან მაგრები არიან და ჩრდილოეთ კავკასია ძალიან მაგარ მწვადს წვავენ ეგენი საერთოდ აგერ ხორცი გნებავთ საბერძნეთი გნებავთ იტალია ხო ვერ ჩვენ აბსოლუტურად სხვა არის აბსოლუტურად განსხვავებულია აი გურულ სიმღერაზე ვიტყვი რა პოლიფონიის სამშობლო ხო არის გურია და ბობი მაკფერერმა თქვა რომ სოფლიო ჯაზის პრობლემები გადაწყვეტილია ანუ გურულ სიმღერას როცა მოусმინა კი გურულ სიმღერას რომ მოსმენ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ იმდენად თვითყოფადია და იმდენად დამოუკიდებელია მიუხედავად იმისა რომ ლობიო ქართული არ არის ამერიკიდან შემოვიდა ხო ლობიო პომიდორი ისე მოატრიალეს და ისე აითვისეს ეს ლობიო რომ აი გურულების ხანაერად აკეთებენ იმერლების ხანაერად აკეთებენ და გავსვენახავ და თვითონ ამერიკელიც ვერ მოიფიქრებდა ასეთ გააფერონებას ისე როგორც მაგალითად სიმღერები არის სხვადასხვა კუთხის ხო აბსოლუტურად განსხვავებული რა ამიტომ ჩვენ იმპროვიზაციის უნარი გვაქვს საოცარი აი მაგალითად ქალაქური სიმღერა ახლა ხო მე პარალელებს ვავლებ აი იშხნელებიდან წამოვიდა ხო ის არ არის ქართული ჟღერადობა ის არის იტალიიდან და აი ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებიდან კორსიკელები ვთქვათ და წამოსული ჟღერადობა აი ის სოლ მაჟორი დო მაჟორი და ის გიტარაზე რაც არის აი ქართველებმა ისე გადმოაკეთეს და ისე
გამოატარეს ამაში, რომ აბსოლუტურად ვერ იტყვი, რომ იმ ქვეყნის ხო, რაღაც ავთენტურს ისმენ აშკარად. კი, აი ამის ნიჭი გვაქვს ახლა რა ვქნა. ლაშა, ლობიოზე მინდოდა ჩამეკითხა პაშტეტად რომ კეთდება, აი ეგ ვერსია მაინტერესებს. პაშტეტის უფრო აქვს თავისი ესეთი უფრო მკვეთრი და მძაფრი გემოები, აი სიმწარე მათში. ამ შემთხვევაში ხო დამატებ ხოლმე? ჯერ ამას რო გასინჯავ. აი ამას რო გასინჯავ. მერე უფრო ადვილად გაიგებ პაშტეტად როგორ გადაკეთდება რა და საით შეგიძლია რომ წაიყვანო გიკარნახებს რა ასე ძალიან რთულია ხა ამის ახსნა კონსისტენცია ისეთი იქნება შეგვიძლია ცოტა წყალი დავამატოთ და მოუჭყლითოთ კარგად მოუჭყლითოთ და იგივე პაშტეტია მერე წაუსვენ შეგვიძლია კარაქი დავამატოთ და შეიძლება რამეს იმპროვიზაციები არსებობს იმპროვიზაციები გულს უნდა გაყვე თუ მღერით ხოლმე აი სამზარეულოში ფუსფუსის დროს როდესაც იკრიბებით რაღაცა ან დღეს ასწაულია და ის უფრო იწყება წინასწარ თუ ქმნით ხოლმე ამ განწყობას სიმღერას ცოტა სხვანაირად უდგები და ასე ღიში ვერ იმას თუ ვიწყებ უკვე ხო ღიში შეიძლება ჩამეწვას ეს ან რაღაცა ანუ კონცენტრირებას ვერ ვახდენ როცა სიმღერა აი აქ ეხა მუსიკა რო იყოს ხო ხوارე ფონური მუსიკა რო იყოს მუსიკა დამთავრებულია ჩემი აქ იქ ვარ იმ მომენტში რა მუსიკაც არ უნდა იყოს ყველაფერს უსმენ აი შენ რო აი თვალის ზომით აკეთებ ყველაფერს აბსოლუტურად და იქ რომ არ გიწერია რას რამდენს გაუკეთებ აი ის იმ რეცეპტებს უკვე მუსიკაში რო გეძახის უკვე დამთავრებულია ძალიან მიჭირს ხო ძალიან მიჭირს ეგეთი რაღაცა თუ ამაში ვარ ამაში უნდა ვიყო თუ ამაში ესე იგი მარადობრივად განგვიცხადა ლაშა რომ დღეს არის ჩემი ხარ იქნება ამ გადაცემაში და ისეთი ბედნიერი დღეს მე მგონი არ უნდა ვიმღერო ხო ისეთი ბედნიერი ვარ რომ არ უნდა ვიმღერო და ესენი ვაკეთოთ არ ვიცი კითხვის ფორმით თუ ამბობ მაშინ დიდი სიამოვნებაა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძს ვინ აკეთებს რა თქმა უნდა და როგორ მოაქვთ აი მაგალითად ამერიკაში ხა ნიუ-იორკში ფერადკანიანი ქალბატონი რომ მოგიტანს პუტკუნა ქალბატონი კოკა-კოლას ხო ყინულებით და ლიმნებით ხო აი აბსოლუტურად სხვა გემოაქვს რა აი რაღაცა ისე გელაპარაკი კინოკადრი მეორდება შენს თვალში აი ეს რაღაც აი იტალიაში არის ავთენტური კი იტალიაში ბარში მაგალითად ხო ქალბატონი რომელიც გარეგნობით საერთოდ არ გამოირჩევა ისეთი შარმით დაგისხამს იმ რაღაც კოქტეილს ისე გაგიკეთებს რომ ყველაზე მაგარი კოქტეილი მოგეჩვენება რაც არ უნდა კერძთან და სასმელთან ერთად მიირთმევ ყველაზე მნიშვნელოვანს ემოციას და ეს ემოცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებში, სიმღერაშიც და მათ შორის ჩვენს ურთიერთობაშიც. აი ეს. კი ბატონო. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ესე ზაშე ყველაზე გემრიელი შემოვიპატიჟოთ სამზარეულოში ნუ რა არის ზაშა მოდი ჩვენთან რა ვიცი მოდი დიდი სიამოვნებით გაგვიხარდება ეხა გოღონდ გვეტყვის ეს შეიძლება ის მაგრამ საერთოდ ჩვენსაც ვახედრებთ ყველაფერს შესაბამისად არ მგონია რაღაცა კითხვები გაქვთ ახლა თქვენ ხაიცერებ და ლაშასაც თვალი გაშტერებული შეიძლება კიდევ ერთხელ ფოკუსში ყავს ზაზა და თქვენ ხართ უმცირესობაში იმიტომ რომ ორი ექიმი შეიკრიბა აქ ხო კი ბატონო ვერ გაგიშვით ხო ხედავ ზაზა არ არის საკვები კი ზაზა არცად არ ამბობს ისეთ ადგილზე მიშლად სადაც მზისხივები არ არის შესაბამისად აქ ზაზა მე მოვყვები რას ვამზადებთ და შენ შეგვიფასე შაქარი პრინციპში თითქმის არ გამოგვიყენებია ძალიან ოდნავ გამოვიყენეთ შაქრის ფხვნილი ნაღების ამოსაყვანად დაგჭირდა სადღაც 600 გრამი ნაღები დაახლოებით 100 გრამი შაქრის ფხვნილი ამოვიყვანეთ ეხლა მასკარპონე უნდა გავაერთიანოთ ცოტა ვანილთან ერთად და შემდეგ უკვე შევუერთოთ ჩვენს ნაღებს ამასობაში ჟოლო რომელიც დავაბლენდერეთ და მზად არის იმისთვის რომ ამოვავლოთ სავოიარდის ორწყობილები და ავაწყოთ ჩვენი დიაგნოზ ველოდებით სტუმარი ლაშა ამზადებს არაჩვეულებრივ ლობიოს დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნება ვიკა როგორც ყოველთვის იმედი მაქვს შენ მართალი არასოდეს არ აგემოვნებ და სულ გარბი ხარ იმიტომ რომ ვიცით რომ პაციენტები გელოდებიან მაგრამ ლაშა თუ შეიძლება მოგვიყევით ახლა რა ეტაპზე ვართ ახლა ეტაპზე ვართ ხახვი უკვე მოშუშულია ჩაშუშულია ეხლა ტომატი უნდა დავამატოთ ცოტა
მართალია არაჯანსაღია ტომატი მთლად ისეთი ვერ არის, მაგრამ არა ზაზას რა გავაკეთებინო? რაც თუნდა დავასაქმე. კლავე მივხედავთ მაგ ამბავს ეხა ეს ტომატთან ზაზა დილით ლობიო გიყვარს? კი, ეჭვი მაქვს ძალიან. ცილოვანი პროდუქტია და გიყვარს, იმიტომ რომ ვიცი რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ზოგადად ცხოვრობ და პარკოსნები ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, მაგალითად აი ლობიოს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. დაბალი გლიკემიური ინდექსი ნიშნავს, რომ ლობიოს მიღების შემდგომ აი ესეთი ინსულინის გამოსტყორცნა ორგანიზმში არ ხდება. ანუ ნელ-ნელა ამუშავებს ჩვენი ორგანიზმი და აი შაქრის დონე არ იწევს უცებს. სტრესი არ არის ეს ორგანიზმისთვის. ასე ვთქვათ, სტრესი არ არის. ამიტომ ლობიო არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საკვები პროდუქტი, სხვათა შორის სპორტსმენებშიც, მათ შორის უბრალოდ სპორტსმენებს არ უყვართ აი შებერილობის გამო. ეს ლობიო და აი ლიკა ისე უნდა მეკითხა შენთვის. მე გამიგია რომ აი ამ შებერილობის პრევენციისათვის ლობიოს წინა დღეს წყალში ალბობენ და ან რამდენიმე წყალი უნდა გამოვიდეს. სამჯერ გამოცვლილი აქვს წყალი. დაგვინდო. რამდენად მუშაობს არ ვიცი ეს, მაგრამ მე უფრო მითი მგონია, მაინც. მითი მგონია მაინც, მაგრამ ნუ არა, მე მგონია რომ შველის და დალბობა იმ შემთხვევაში არის კარგი, რომ დროს ვიგებთ. მე ხარშვითაც უფრო მალე იხარშება და თუ დილით გვინდა რომ მალევე მოიხარშოს, ღამე შეგვიძლია დავალბოთ. ან ცოტა ნაკლები მივირთვოთ და ან როცა მივირთვოთ ფერმენტი მივაყოლოთ. ისე ყვება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და მათ შორის კანზეც აისახება ხოლმე რაღაც გარკვეულწილად, მაგრამ ზაზასგან მე გამიგია, ხო, გამიგია რაღაც რომ აი მაგალითად რაღაცა ნაღველიდან გამონაყარი წამომივიდა თუ რაღაც ნაღველი გამიღიზიანდა და ამან გამომაყარა ესეთი რაღაცები მართლა ხო ანუ ეს რა თქმა უნდა მითია ანუ ასეთი მსგავსი ასოცირება არ არსებობს მაგრამ აი გარკვეულწილად ირიბი კავშირი კანის პრობლემებსა და საკვებს შორის შეიძლება იყოს აი ასე მაგალითად თუ ჩვენ აკნეზე ვიტყვით და ვისაუბრებთ განსაკუთრებით გოგოებში და ქალებში არის ესეთი მდგომარეობა პოლიენდოკრინული მეტაბოლური სინდრომი. ადრე ალბათ გაგიგიათ ერქვათ აი PCOS-ი, აი პოლიცისტურ საკურთხეს რასაც ეძახდნენ. ამ შემთხვევაში ხო, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ პოლიენდოკრინული მეტაბოლური სინდრომის დროს არის ჭარბიწონა ფიქსირდება, ჭარბწონასთან ერთად ინსულინ რეზისტენტობა და ასე შემდეგ კანის კუთხით თმისწვენა, თმიანობა მომატებული ქალებში აკნე და ასე შემდეგ. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ჩემთან პაციენტები მოდიან ჭარბიწონით, თმისწვენით, აკნეთი, თმიანობით და არის პოლიენდოკრინული მეტაბოლური სინდრომი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი კვება, ბალანსირებული კვება, ამოღებული უნდა იქნას ნახშირწყლები, მაღალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლები, ჭარბად ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტები, რომ მოკლედ ასეთმა ადამიანმა პაციენტმა იმუშაოს ტონის კლებაზე. თუ ტონის კლება დაფიქსირდება და ტონას დაიკლებს ესეთი ადამიანი, შესაბამისად აი ეს კანის დაავადებები რაც არის აკნე, თმისწვენა და თმიანობაზე ამას დადებითი ზეგავლენა ექნება. ანუ ერთი შეფასებით. წლების განმავლობაში მე მახსოვს ზურა გემრიელად და თამამად ვერ მიირთმევდა ხოლმე თხილეულს, ნუშს და ეს მითია. ხო და მანის მერე დავიწყე შემდეგი ზურა. ეს სხვათა შორის ხო, იმით იცი რატომ არც მე მეჯერა ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან იყო შემთხვევები, როდესაც ბევრს მივირთმევდი და არანაირი პრობლემა არ გამოვიდა, ხანდახან იყო რომ რაღაც დაემთხვეოდა და ციკლური ხასი ზოგადად გამონაყარს და აკნეს ციკლური ხასიათი აქვს ადამიანმა შეიძლება დაიძინოს, გაიღვიძოს და რამოდენიმე ანთებითი ელემენტი დახვდეს კანზე, მერე ეს ადამიანი ფიქრობს უი გუში რა მივირთვი და უი სემიჩკა ვჭამე ასე თქვა ზესუნზირა და აბრალებს იმას ესე არ არის მოკლედ პირდაპირი კავშირი ესე არ არის მაგრამ ირიბი კავშირი არის განსაკუთრებით იმ ადამიანებში ვისაც აი ჭარბი ტონა სიმსუქნე და ინსულინ რეზისტენტობას აწუხებს ინსულინ რეზისტენტობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრობლემა აი პოლიენდოკრინული პათოლოგიების დროს, აი ინსულინ რეზისტენტობა სხვა ჰორმონებზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით ქალებში, კაცებშიც, მაგრამ განსაკუთრებით ქალებში. ლაშა. თქვენ რომ თან
მედიცინის წარმომადგენელი, თან მოკლედ ყველგან კარგავთ, ყველგან საკარგი გაქვთ. სიმღერაშიც, იქაც სიზუსტით უნდა გააკეთოთ, ახლა კიდე კულინარია დაემატა ამ ყველაფერს და ისე ისეთი სუნები წამოვა, ცოტა ისე ორგანულად აკეთებ ამ ყოველივეს. ისეთი სუნები წამოვა. და მე მგონი შენ უნდა ჩაინიშნოთ ან ესეთი რეცეპტი. ლაშა, აი ეს სამედიცინო გამოცდილება და სამედიცინო ეს პროფესიული ცოდნა რაღაცნაირად უკავშირდება ხოლმე იმას თუ რას მიიწმებ, რას ყველაფერი ვიცი გადასარევად. თეორიულად ვიცი, აი ძალიან მაგრად რომ რა ისა, მაგრამ მე მგონია რომ ბატონი სადაც თუ დაგველოდება სიამოვნებით გასინჯავს, არ შეხედავს იმას რა არის სასარგებლო და რა არის ისეთი. აქ არაფერი არ არის ისეთი გამოყენებული. ზეთი, ისიც ზეითუნის. ხო, ზეთი, მაინდა-მაინც ახლა რო გითხრა რომ აი ძალიან მაგარი რამე ზეითუნის ზეთი, აი შემწვარი ცოტა ისეთი მომენტია რა. თუმცა მაინც ყველაზე ჯანსაღი ზეთია. დედასპიცა ისე ჩავხრაკავ ახლა ამას. არგუმენტებს მოგისპობთ ნამდვილად. მე კიდე მინდა მაყურებელი არ გამოვაპარო არც ერთ ეტაპს და ვაჩვენებ რომ აი აქ ესე ორცხობილები ამოვავლეთ პირდაპირ ჟოლოში, ესე ცოცხალ ჟოლოში. მოვათავსებთ ფორმის პირველ ფენას და ზემოდან უკვე გადავიტანთ კრემს, ნაღების და მასკარპონესას და მე ისევ გავაგრძელებთ, თუმცა ფენა-ფენად ან ჟოლოსაც ჩავუმატებ. პროდიუსერებმა ბატონი ზაზას ტელეფონი დამიტოვეთ რა, რაღაც შეკითხვები მაქვს რა. ბატონ ზაზასაც დავიტოვებთ ძალიან ცოტა ხნით, ვიდრე ის გაიქცევა თავის პაციენტებთან. ლაშა, ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა და კითხვების დროც იქნება, პასუხების დროც იქნება. ორი წვეთი წყალი დამჭირდება. ჯერ არ გავდივართ რეკლამაზე. წყალი? არ გავდივართ რეკლამაზე, ეთქობა სუნი შევიდა იქეთ. ისე ცოტა ლიმონის ცედრაც მოუხდება რა. კი, მაგრამ ჯერ იყოს კლასიკურად გავაკეთოთ. ჯერ კლასიკურად გავაკეთოთ და მე იმპროვიზაციებია აქ იმდენი ვარიაციებია, რომ კარგი, მოკლედ ესე იგი დაგვრჩა დეგუსტაციის ნაწილი. ცოტა ხნით ამ ტერიტორიას მე და ზურაბ ტოვებთ, იმიტომ რომ თქვენთვის რეკლამაა და ჩვენთვის მაინც მოხვალთ აქ, მაინც დანარჩენი მოხვალთ. გემრიელი ბლუკმა მოვიტოვოთ ბოლოსკენ. ლიზიკო არის შესანიშნავი. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. რაღაცნაირად მგონია რომ ამ ტირამისუს დღეს თავისი საკუთარი მიზეზი აქვს. აქვე უნდა უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს რომ ლიკუნას დედიკო არის დღეს იუბილარი და უნდა მოგილოცოთ. ბედნიერად, ჯამრთელად, გახარებული და სულ თვალებად სიმციმებული გყავდეს შენი დედიკო. ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს და უზვირფასეს დედიკოს, რომელიც არის, არ ვიცი, ჩვენს ოჯახში ყველა თაობის უახლოესი მეგობარი და ამას ახერხებს სულ და მიყვარხარ დე. ხო, ეს გენეტიკური ამბავი ყოფილა. ესე დედისგან გამომდინარე, ყველა შეგრძნება გვაქვს შენთან. ამიტომა რომ ესე განსაკუთრებით დასტრიალებს დღეს იმ ტირამისუს თავზე. თან წავიღებ თან. არ არის პრობლემა. ესე იგი ვაშოთ დაგიბრუნდით სახით და მზერით არის. შემწოდნო და მე სხვანაირ საიუბილეო კერძს მოვამზადებდი, მაგრამ არა უშავს. ესეც კარგი. სხვათა შორის ჩემსავით ლობიოზე გიждდება და ჩემიც კი. მაყურებელს შევახსენებ რომ ვამზადებთ და ვფუსფუსებთ უძვირფასეს სტუმართან ლაშა ფლონთან ერთად, რომლის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და აღნიშნული შემოქმედების და ვამზადებთ ბათუმელა ლობიოსგან ძალიან მარტივ კერძს და ასევე გვაქვს ტირამისუ, რომელიც არის არა ჩვეულებრივია. ჩიზკეიკი მე რო ჩიზკეიკი დავარქვი ის არის ეს. ქვემოდან საოცარი რაღაცეებია კიდე. აუ ნახე რა, არ ვიცი რაღაცა და ყველა მხრიდან საოცარი რომ გავაფორმოთ და აქ ნახეთ რა ხდება ჟავეულობა გვაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ როგორ მეყვარს ლობიოსთან ჟავეულობა. ხო, პირდაპირ თებშზევე შეგვიძლია რომ ეს ლაშას დამწნილებული ჟავეულია სხვათა შორის როგორ არა კოვზებიც გვაქვს, ჩანგლებიც და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ესეთი სიცინცხალე რაც ხდება ჩვენს სამზარეულოში ტრადიციულად არის ყველაფერი გუდვილიდან და თქვენ იცით რომ გუდვილში პროდუქტები რომელიც ხდება დახზე უშუალოდ გადის ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში შესაბამისად არის სანდო და მთელი წლის განმავლობაში ჩვენ სამზარეულოშიც არის ყველაფერი ცინცხალი და მორაცხვია ასე მარტივად და სწრაფად ფილობი არ მოგედება ობი მიმართოთ ვებგვერდს გუდვილის ეტილიჯი ან მათ აპლიკაციას და
ქუდვილის გუნდი უმოკლეს დროში მოგაწვდით სასურველ პროდუქტს, სასურველ მისამართზე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ყველი, რომელიც წაღან დავჭერი, ვიფიქრე მე ეთერში იქნებ ვერ მოვასწრო. ზურამ შეჭამა, მე არის ნედლის ყოველდღიურად ახალი და ნახე უბრალოდ როგორი ნასწრეტებიანია. აი იდეალურია, მიატანეთ. აი იდეალური. აბა დიდი პირები გავაღოთ და გადავყავოთ ერთად დიდი პირი უნდა. ძალიან გემრიელია, ლაშა. ძალიან, აი ზურას ესე თორე ერთი ძალიან გემრიელია და რა გემრიელია. სრულიად განსხვავებული. ეხლა მივხვდი პასტეტად როგორ გადაკეთდება. აი მოიჭხლიტება და დილით ჩაისთან. ამაზე ვლაპარაკობ და ეს თავისი სიმწარე და გემოები. დილით ჩაისთან გახუხულ პურზე, თხელ პურზე იქნება ძალიან მაგარი ჭაძეც მაგარი. ჭაძეც იქნება ძალიან კარგი და ასევე ბებოს ლავაშზე არა, თუ საერთოდ გვინდა რომ ესე თხელი იყოს და ცოტა შეგვიძლია რომ ყველიც ჩავადნოთ შიგნით. ლაშა, ჭამელობიო და გამოვნახე ჰობიო. იმიტომ ვიკითხე რომ ძირითადად სჭირდება ხოლმე ესეთი მკვეთრი გემოები შედარებით მძაფრი იმისთვის რომ გახუხული პური ვახსენეთ და ეს გემოები რომ შეიგრძნო, რაც ამრავალფეროვნებს პაშტეტს და რა სანელებლები გამოვიყენეთ, მოდი ეს არ გვითქვა. არაფერი სანელებელი არ გამოგვიყენები, აქ ლობიოს გემოზე ვითამაშეთ, ძირითადად დაღერგილი ციცაკა მხოლოდ და ჩუმჩუმად უმღეროდა ხოლმე დავინახე. დაღერგილი ციცაკა და შეგიძლიათ პაშტეტს ქვემოდან სანამ პაშტეტს გადაუსვევთ თხლად კარაკი. კარგი ხარისხის კარაკი და ზემოდან ეს ლობიო და ეს სიცხარე რო რჩება ბოლოში რაღაცა ოღონდ ძალიან არა აი ეს საშუალო არის ინტენსიურად გემრიელი ლობიოს გემო არა? კი. ოღონდ ეს ერთიანად ხა სათითაო გაკლით არა. აი ერთიანად უნდა. ნუ ახლა საერთოდ თაკო ჭამე ლობიო არ მოგედება ობიო. ესეც პატარა ლექსი დავწერე აკვესის ხამდილით. ლაშა მე კი ვახსენე რომ თქვენი შემოქმედების დიდი გულშემატკივარი ვარ. აქედან გამომდინარე, აქვე მინდა ჩაგიკითხოთ, სად გიხილავთ ამ ზაფხულს? რა იქნება თქვენი გეგმები? თქვენ ბევრს მოგზაურობთ, ანსამბლი ალილო, არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც და ემიგრანტებს ძალიან დიდ სიყვარულს ჩუქნით. თუმცა ეხლა ძალიან ეხლა ზაფხულის სეზონზე ძირითადად ბათუმში მოვაწერთ. ხა ისრაელში სოლო კონცერტზეა საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ხა ცოტა ისეთი დაძაბული სიტუაცია დაგვემთხვა და რა ვიცი, ამ ეტაპზე ცოტა თავს ვიკავებთ რაღაცეებისგან, იმიტომ რომ სოფლიოში ცოტა არეული სიტუაციაა და რაღაცნაირად დაწყნარებაზე დამშვიდობას ველოდებით. თუმცა ჩვენი ქართველი მსმენელი თქვენ შავი ზღვისპირეთში გიხილავთ. კი, აუცილებლად. არაერთხელ სოლო კონცერტები მექნება რეტროში, ბათუმში, ლემერიდიანში, კონდა ამას წინა და კიდე გავიმეორებთ. ალილოს აქვს ძალიან წარმატებული წელი, იმიტომ რომ 25 წლის იუბილე აღნიშნეთ ჯერუსთაველის თეატრში. აღნიშნეთ მე მაყურებელთა თხოვნით გავიმეორეთ და ალილოს დაგეგმილი აქვს სერიოზული ტურნე საქართველოს მასშტაბით. აუ რა კარგია. რამოდენიმე ახალ სიმღერასაც წერთ და მე კიდევ მუშაობ აქტიურად ძალიან ტრიო სამანთან ერთად, ჩემი ბიჭები არის. სამანს მოკითხვა დიდი სიყვარული. კარგად იცნობთ და მახსოვს. ჩემი ბიჭები არიან, ახალ რეპერტუარზე მუშაობენ და ძალიან წარმატებულები არიან და ვფიქრობ რომ ცოტა ხანში ისინი თავის სიტყვას იტყვიან. ეხლა ბევრ ცნობილ მომღერალთან წერენ დუეტს, არ გავახმოვანებ ჯერ და კი ბატონო, ესეც მე წერან ლიზის ნაწილის დროს საუბრობდი, ლიზი კოტრიკაძის დროს, რომ აი ეხლა გამახსენდა ზუსტად სამანზე. აქაც ზუსტად ის შემთხვევა არის, რომ ეს ბიჭები გარდა იმისა, რომ საოცრად ღერიან, საოცარი პიროვნებები არიან, თითოეული მათგანი და რაღაცნაირად ჩვენ პროექტის ფარგლებში დავმეგობრდით კიდევაც და ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მათი. საინტერესოა ინიციატივა მოდის მათგან და მე როგორც წესი ახალგაზრდებს ყოველთვის უსმენ, ჩემი ნებისმიერი სიმღერის ჩაწერის დროს უსმენ მომავალ თაობას, ჩემ შვილიშვილებსაც კი უსმენ, იმიტომ რომ როგორ აღიქვავს მასიური მსმენელი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალგაზრდები, რომელიც მე გავზარდე და რომელიც ჩემს
რომლებიც ჩემს ანსამბლში მოღვაწეობენ თან, ახლები მოვიდა აჩიკო ბერიძე მაგალითად და არის კიდე ვიქსანდრო მოვიდა, საბა კემულარია უკვე ახალგაზრდებად თვლიმე მაგათი. ლაშა მეც გამზარდე რა. კი, შენ გაზრდილი ხარ უკვე გადასარევად. არ ვარ გაზრდილი, არ გასაძდელი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა აი სამანზეც რა. მათგან ისეთი ინიციატივები მოდის, რომ მე რომ მგონია რომ ხანდახან მართალი ვარ, არ ვარ მართალი და იმათ უნდა მოусმინო რა. და ამის აღიარება უნდა შეგეძლოს რა. რა თქმა უნდა და როდესაც ითვალისწინებ ამს რა თქმა უნდა ლოგიკური უნდა იყოს ეს შენიშვნა რა. და მე ვითვალისწინებ და ბევრ ჩემი გაზრდილი ბავშვებისგან მე თვითონ ვსწავლობ ძალიან ბევრ ამას. როგორც ჩვენი შვილებისგან, ისე თქვენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენივე განვითარებისათვის. ამიტომ არის საინტერესო ალბათ. აი რო არელოდები რაღაცას და შემდეგ ეს უკავშირი შენიშნასაც კი მე რეკომენდაციის სახით ვაძლევ თუ გაითვალისწინებენ გაითვალისწინებენ თუ არ გაითვალისწინებენ მე გამოჩნდება მართალი ვიყავი თუ არ ვიყავი რა და ერთგვარი მეთოდი მაქვს ასეთი ურთიერთობის და ეს ამართლებს სხვათა შორის რა არ არის რომ ეს ასე უნდა იყოს და ასე უნდა გააკეთო ეს არა რა თქმა უნდა შენ თავაზობ ის ირჩევს სიამოვნებად და შემდეგ რაღაცა ასევე ეხლა ვფიქრობდი რომ ახლა ლაშას შემოქმედება რომ ყველასთვის საყვარელია ამაზე ბევრი ლაპარაკი მე მგონია რომ აღარც არის საჭირო მაგრამ აი ამ განსაკუთრებულ გულით შესრულებულ მელოდიებს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე გემოვნება და ეს გემოვნება ახლა ახალგაზრდებზე საუბრობდი და მათ რომ ვუყურებდი აი პირველი ამას ვფიქრობდი ხოლმე რომ როგორ გემოვნებიანად აკეთებენ და ეს გულის სული ძალიან იგრძნობა ხოლმე და თან ეს ორი ტანდემი ეს გემოვნებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია აი ლიზისთან ახლა სიმღერის შერჩევაც აი როგორი სიმღერა შეარჩია ტექსტიც როგორი დატვირთულია და ხო თითქოს სევდიანი სიმღერა, მაგრამ იმ სევდაშიც დერს ის აუცილებლობა, რაც დღევანდელ დღეს ასე აკლია რა და ხშირად ამბობენ რატო არ იქნება სიმღერები, რატო არ იწერება, იმიტომ რომ ემოცია აღარ არის. ემოცია გაჯეტებშია სულ ხო და რაღაც გადართულები და სუსხვის ცხოვრებით ცხოვრობენ და ასე შემდეგ და ემოცია რომელიც ძალიან დიდი დოზით არის გაჯერებული ლაშა შენ სიმღერებში და სხვათა შორის როდესაც საუბრობთ სამანზე და სხვა ადამიანებზე რომლებიც აი სწორედ შენს ხელში გამოიარეს, რომლებმაც რაღაცნაირად მათ აქვთ თავისი განუსაზღვრელი ინდივიდუალიზმი, მაგრამ ყველას ეტყობა შენი ხელწერა და ეს რაღაცნაირად ძალიან დასაფასებელი ამბავია. ჩემი ხელწერა შეიძლება რაღაც მომენტში კი ჩაითვალოს, მაგრამ ეს არის იმ დიდი ადამიანებისგან წამოღებული ინფორმაცია, რომელიც გადადის და მინდა რომ გაუფრთხილდნენ და აი ხა ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი, ბატონ გეაყანჩელი, ბატონი ბიძინა კვერნაძე, ქალბატონი მარიკა კვალიშვილი ამ ადამიანებთან მქონდა ძალიან ახლო ისეთი მეგობრული ურთიერთობა და სუფრასთანაც მინახავს, გამიჟებულებიც მინახავს ეს ხალხი და ისეთები, რომლებიც შეიძლება არავის არ უნახავს. მაგრამ რამდენადაც დიდები იყვნენ, იმდენად უბრალოები იყვნენ და ეხლა ის რაზე ვფიქრობდი, რომ აი ძველ თაობას შევეხეთ და ახალ თაობას და ხო ყველა თაობის შემსრულებლისთვის რაღაც დამახასიათებელი ნიშა ქონდათ. აი არ საშემსრულებლო მარნერა იყო, ხმის ტემბრი იყო, აუდიტორიასთან მოკლედ ყველა მიმართულებით. აი ამ თაობისთვის როგორ ფიქრობ რა იქნება თავისებურება? ამ თაობას წინ წავედი ახლა მე რომ აი ამ თაობას პირითი იქნება მე ყოველთვის ახალგაზრდებს ვეუბნები რომ საკუთარი თავი იპოვონ ეს არის ყველაზე მთავარი და სახში როგორც ეუბნები დედა წყალი მომიტანე ასეთი თავისუფლებით უნდა იმღერო და რეალური ცხოვრება მესიჯები აბსოლუტურად სხვა არის მაგრამ სულიერება არ იცვლება მესიჯები უნდა იყოს ძალიან საინტერესო ახლა დოსტოევსკის აღარავინ აღარ კითხულობს მესიჯებად არის ყველაფერი გადაქცეული რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია მაგრამ დღევანდელი დღის მოთხოვნა არის სწრაფი ინფორმაციის მიწოდება ლაკონურად რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა სული იგივე რჩება კი სული იგივე რჩება სიმარტივე მთავარია მსმენელი დაიჭირო და იმან მოგისმინოს აი ეს არის მთავარი და ეს დასაჭერი ფრაზები აუცილებლად გჭირდება ის დღევანდელობა სიმღერაშიც ეს დასაჭერი დასამახსოვრებელი ფრაზები ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ბევრი ისაუბრეთ ახალგაზრდობაზე იმაზე რომ აი ეს რაღაცა შეცვლილია და ყველაფერი სწრაფად უნდა მაგრამ ძალიან დიდი კომპლიმენტი თქვენი შემოქმედებისთვის რადგანაც თქვენ
სხვა ახალგაზრდობა გისმენთ. ახალგაზრდობა თქვენს სიმღერას ისეთი სიამოვნებით უსმენს, რომ ეს არის ღერიან თან და ყვებიან, აი კონცერტებზე, ეხლა არაერთ კონცერტზე ყოფილ ვართ ერთად, მათ შორის ჩემი წამყვანობით და აი მართლა შოკში ვარ ხოლმე, აი ეს ძველი სიმღერები, მათ შორის მათი რეპერტუარიდან ეს არის ანსამბლი 7-8 წლის ბავშვი რომ უყარხარ ეს რამხელა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო იყო პერიოდი რომ ეს საერთოდ დაკარგულია ძალიან მობრუნებულია ქართული სიმღერისკენ თავობა და ალილოს ერთ-ერთი თავარი წვლილი მიუძღვის ამაში, იმიტომ რომ ჩვენი ჰიტები გაზაფხულის მერცხალი, მე აჩიკო კახეთო იმღერა პირველმა მამაკაცმა იმღერა კახეთო და აი ძალიან ზარდა ჩემი სიმღერები შე რომ დიდი იქნები თქვა მონატრები ხარ ფიქრებს და აი ეს რაღაცები ძალიან სრემლის გარეშე ვერ მოусმენ ხო თითქოს აი ძალიან მტირალა რაღაცა ისეთი მაგრამ მაინც ურტყავს რა მაინც მე არა მაინც კი არა ვაშა ძალიან ნებისმიერი სიმღერა როგორც ახალი კერძი თქვა ან ახალი მოდელი ხო არის ძალიან დიდი ფიქრის შედეგი აი ძალიან 2 წელი ვიფიქრე კეთი ფარასაშვილთან ოქროყანის აღმართი როგორ გამეკეთებინა და გახდა მართლა მეგა-ჰიტი პორტუგალიური და ქართული სიმღერის სინთეზი ხო ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება არ არის ეგრე რა გამოხდა აი წერან საუბრობდი შენ იმაზე რომ რაღაცნაირად ძველის ინტეგრაცია უნდა მოხდეს ძალიან სწორად დღევანდელობაში და ზუსტად შენი სიმღერები არის ის საუკეთესო მაგალითი რომ როდესაც გესმენინება აი თითქოს რაღაცას უსმენ რაც ძალიან კარგად იცი თითქოს ის რაც შენს გენეტიკურ კოდშია და თითქოს ეს სიმღერა უნდა იყოს ძალიან ძველი დაწერილი სიმღერა რომელიც უყვარს თელს საქართველოს და უყვარდა უამრავ თაობას და აი ესე გაუძლებს ზუსტად ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემი შემოქმედების ბატონ მურმანჯინორიასთან ერთად კონცერტები რეგიონებში ევროპაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმდენი რამ ვისწავლე მე ამ ადამიანისგან როგორ შეგიძლია ჩურჩულით დაიპყრო დარბაზი როგორ მნიშვნელობა აქვს მიმიკას აი გურამ თამაზაშვილთან ერთად ღეროდით ჩვენ და ქართულ ხმებთან ერთად და სცენაზე რო დადგებოდა 4-5 წამით ადრე იწყებოდა სიმღერა სიმღერის დაწყებამდე ისე იდგა რომ სიმღერა დაწყებული ქონდა უკვე ფაქტიურად აი ამ დეტალებს პავაროტი ამბობდა რომ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა აი ამ ლობიოს ახლა შეიძლება რაღაცა პატარა მოცხარი რაღაცები დაუმატო და აბსოლუტურად სხვაგანცა იტალიურ ხელოვნებას იტალიელები აი ძველ შენობას 1-2 დეტალს ისეც გაუკეთებენ რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცა მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი განათლება ამას სჭირდება ძალიან დიდი ინფორმაციის გადამუშავება ოჯახური ტრადიცია საიდან მოდიხარ და ბევრი ფაქტორი ბევრი ფაქტორი შეგარდაიმისა რომ გვაწყობს შემოქმედებით ნუ რესპონდენტიც ისეთი ხარ რომ ყოველთვის ასიამოვნო ხოლმე თქვენთან საუბარი ამის თქმა მინდოდა ახლა რაღაცა ის კულინარიული რაღაცა ექსპერიმენტების ფარგლებში იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი კომუნიკაცია და იმდენი საინტერესო რამ გააჟღერე. მადლობა ამისთვის და იმედია რომ მაყურებელიც ასე ფიქრობს, რაღაცნაირად საინტერესო დილა გამოგვივიდა. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.